ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემების ციკლს ერთდღიანი ტურები თბილისიდან. თონეთი დილამშვიდობისა. მაგრამ დღეს ძალიან საინტერესო მარშრუტი გვაქვს. ნახავ ძალიან ბევრ კარგ ადგილს. ვიმყოფებით ძალიან ლამას სოფელში, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონს ეკუთვნის. დიდი თონეთი. აი, ჩვენ ცოტა მზის წინ მოგვიწია გადაღება, მაგრამ მაინც და ნახავ ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს, უბრალოდ პირველ შესავალს ვწერთ აი ამ ადგილიდან, სადაც ძალიან საინტერესო წმინდა გიორგის ეკლესია და რა თქმა უნდა ეს აბრა მე მიყვარს თონეთი. და დღეს რა თქვი, ბოდიში. არა უშის. თონეთი ალბათ გაგივლიათ ყველას, ვინც წალკაში ხართ ნამყოფი, იმიტომ რომ გზად არის და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა შემოიაროთ და დავთვალიეროთ რაღაც ადგილები. თან შესავლისთვის რომ წინასწარ ინტრიგა ჩავაგდოთ, ჩვენ ნახავთ ძალიან საინტერესო და უცნობ ძველ ნანგრევებს, ასევე სკოლას, სადაც ასწავლიდა ვაჟა-ფშაველა და ასევე იმ საინტერესო ეკლესიებს, ფრესკებს და ციხეებს, რომელიც სულ რაღაც 9 საათი, 1 საათის სავალზეა თბილისიდან. დიდი თონეთის წმინდა გიორგის ეკლესიასთან ვიმყოფებით ახლა. თვითონ ეკლესიაზე სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია არ იძებნება. არის ვარაუდი, რომ მე-11 საუკუნეში, როდესაც აშენდა დიდი თონეთის სიონი, უკვე იქ არსებობდა თითქოს უკვე ერთი ეკლესია, მაგრამ წყობითაც და არქიტექტურითაც ეს ეკლესია არის დაახლოებით მე-14-მე-15 საუკუნეში აშენებული და უკვე წყაროებში მითითებულია, რომ მე-18 საუკუნეში გვხვდება. ყველაფერი ეს რო შევარჯამოთ, მოკლედ, სავარაუდოდ მე-14-მე-18 საუკუნემდე ეკლესია რამოდენიმეჯერ აღდგა, რის ერთ-ერთი მანიშნებელიც არის უნიკალური ფაქტი, რაც ძალიან იშვიათად გვხვდება, მე პირადად არ მინახავს აწილინეს. ნახეთ, ეს არის საფლავის ქვა, რომელიც არის ჩატანებული შემდეგ აღდგენის დროს ეკლესიით. არ ვიცი, ვისი საფლავის ქვა იყო, ასეთი რამოდენიმე გვხვდება. ნახეთ, აქ არის მამაკაცი. მამაკაცი იყო დასაფლავებული და ქალბატონებისთვის ქალის სხეულია გამოსახული და სხვა შორის ჩოხაც გვხვდება. და ამიტომ ძალიან საინტერესო ამ კუთხით. ასეთი საფლავის ქვა არის 4 თუ 5 რაც ვნახეთ ეკლესიით ეკლესიის გარშემო. და აი ეს ხდის ამ ეკლესიას ძალიან საინტერესოს. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი, ნახეთ. ძალიან გვაინტერესებს ხოლმე საფლავის ქვების წარწერების კითხვა. ამ ლოდსა ქვეშე განისვენებს გვამი მღვდლისა მაქსიმე თეთრაძის მეუღლისა. ხო, არ ვიცი თუ იყო მაქსიმე თეთრაძე, სავარ გარგილობილი მღვდელი, მაგრამ ასეთ პატარა ეკლესიებსაც ძალიან საინტერესო და უნიკალური ამბები აქვს. განსაკუთრებით აი ეს არის რაღაცნაირად საინტერესო. და ასევე სანთლის დასანთები გარედან და სოფელს აქვს ძალიან კარგი ეკლესია. წავედით ნახოთ სხვა ადგილები. საქართველოში არსებობდა ძალიან საჭირო და ძალიან მაგარი საზოგადოება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც დააფუძნა სკოლა და ბიბლიოთეკა სოფელ დიდ თონეთში. სწორედ ამ სკოლაში 1882-84 წლებში ასწავლიდა ჩვენი ყველასთვის საყვარელი ვაჟა-ფშაველა. მისი სახელობის არის ეს ბიბლიოთეკა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ფუნქციონირებს. ან ზოგადად ბიბლიოთეკის ფუნქცია აქვს თუ არა. სავარაუდოდ აქ არჩევნები ჩატარდა. წელს დაიცავი დისტანცია 2 მეტრი. არ ვიცი, ავიდეთ ზევით? როგორც ჩანს არის პატარა ნაწილი მაინც გამოყოფილი ამ შენობაში ბიბლიოთეკისთვის. ვაჟა-ფშაველას სახელობის დიდი თონეთის საჯარო ბიბლიოთეკა. კარგია, რომ შენარჩუნებულია დღემდე.
არის ადგილები, სადაც არ ყოფილვარ არასდროს, ჩემ და სამარცხვინოდ. ეს არის თონეთის სიონის ეკლესია. მოხსენებული როგორც ერთნავიანი ეკლესია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ აი მინაშენი აქვს, რომელსაც შეიძლება უწოდოთ, რომ მეორე ნავია, რადგან ჩანს საკურთხეველიც იყო აქ. და ასევე დასავლეთის მხრიდან ეკვდერიც აქვს მიშენებული, მაგრამ რამ გაგვაოცა ორივე სანამ ამას ჩავწერდით, 1.5 საათი დავდივარ და თითოეულ ქვას ვეფერებით. ნახეთ, როგორი მასიური თლილი დიდი ქვებით არის ნაშენი. აი ეს არის სწორედ დამახასიათებელია დაახლოებით მე-11-მე-12 საუკუნის პატარა საყდრებისთვის. და სავარაუდო აშენების დროც არის მე-11 საუკუნე და ასევე შიგნით გვხვდება წარწერა, რომლის გაშიფრვაც ვცადეთ, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე ფრაგმენტის ამოკითხვა შევძელით. ეხლა შევიდეთ. აი აქ არის წარწერა. წარწერა შესრულებულია ნუსხურად. პერიოდულად ალაგ-ალაგ ხდება ასომთავრული ასოები, ძირითადად წინადადების დასაწყისში. აქ არის შეიწყალე ღმერთო ესე მონახვთისა და სტანდარტული ტექსტი, რომელსაც ვეცდებით რომ გავშიფროთ და შემდეგ ვეცდებით რომ წავიკითხოთ. ამიტომ ახლა შევიდეთ შიგნით. აუ აქ ნახე. და ერთი დამახასიათებელი რაც არის ზოგადად ამ რეგიონებისთვის, ამ რეგიონში ძალიან ხშირად ხდება ძველი მეგალითური ძეგლები. თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი, რადგან ახლა კი ვარ გეოგრაფიულად ქვემო ქართლის რეგიონში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ადგილი შედიოდა თრიალეთის საერისთავოში, განსაკუთრებით კლდეკარის ერისთავების დროს, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, აი დააკვირდით ქვების ზომას. ნახეთ, როგორი მასშტაბური ქვებია. ასეთი არის რამოდენიმე ათეული ქვა და რა ვიცი, რა ძალით არის აშენებული, როგორ არის დადგმული, როგორი სიმეტრიით ეს გაოცებას იწვევს. სავარაუდოდ შეიძლება ეს ქვები მანამდე არსებობდა და უბრალოდ გამოყენებული იქნა ეკლესიის ასაშენებლად. როგორც არ უნდა იყოს, თონეთის სიონი არის, რა ვიცი, სანახავი ძეგლია, მართალი ნანგრევებია, მაგრამ რა ვიცი, აი მე ემოციები არ მყოფნის გამოვხატო ეს ყველაფერი. ახლა ვიმყოფებით თონეთის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიასთან. ზოგადად ამ ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანიდან არსებობდა დასახლებები. წეღან დრონით რომ ვაფრინეთ, დავინახეთ, რომ ბორცვები ისე არის განლაგებული, რომ აშკარად დასახლება იქნებოდა აქ ბევრი საუკუნის წინ. რაც შეეხება უშუალოდ თონეთს, წერილობით წყაროებში მხოლოდ მე-17 საუკუნეშია ნახსენები. ეს ტაძარი დაახლოებით იგივე პერიოდში უნდა იყოს აგებული, რაც თონეთის სიონის ტაძარი, რაც წეღან ვნახეთ. ესეც სავალალო მდგომარეობაშია, მიწაში არის ნახევრად ჩაფლული, კამარაც ჩამონგრეულია და არის მხოლოდ არქიტრავი დარჩენილი, საკმაოდ დიდი მოზრდილი ზომის ლოდი, სადაც ჩანს ამოტვიფრული ჯვარი. ახლა შევიდეთ შიგნით და აქაც ვნახოთ რა ხდება. აი მე რა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ღმერთო. აქაც იგივენაირი ქვით არის ნაგები, რაც ამ რეგიონს ახასიათებს. მთლიანად ჩამონგრეულია. აი ეს კედელი როგორც ჩანს, როგორც იდგა იქ, ასევე წამოვიდა და გადმოვარდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ძალიან მწყდება ხოლმე გული, რომ აი ასეთი ადგილები, რომელიც მართლა ისტორიით სავსე არის, ასე მოუვლელად შუა მინდორში მდებარეობს. ესე იგი, ალექსანდრეს გაუჩნდა კითხვა, თუ აქ ასწავლიდა რამდენიმე წელი ვაჟა, სად ცხოვრობდა?
და მართლაც საინტერესოა ნეტავ ის სახლი როგორი უნდა ყოფილიყო, სადაც ვაჟა ცხოვრობდა. ჩავატარეთ კვლევები, ბევრი ვეძებეთ ინფორმაცია ინტერნეტში და აღმოჩნდა, რომ ვაჟა ცხოვრობდა იმავე სკოლაში, სადაც ასწავლიდა პირველ სართულზე. და ამიტომ ახლა მივდივართ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში, რომელიც აშკარად პერი კომუნისტების დროს არის აშენებული დიდი სკოლა, მაგრამ შეიძლება მანამდე სხვა შენობა იდგა იქ. ამიტომ შევამოწმებთ ახლა, იქნება ვინმე ვიპასუხოს და იცოდეს ზუსტად. ვაჟა წერა-კითხვის გამავრცელებად საზოგადოება გამოგზავნა დიდ-თონეთში მასწავლებლად. სკოლა მანამდე იყო ვინმე ჭალიძე ასწავლიდა, რომელმაც ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა და წავიდა. მაშინდელ წერა-კითხვის გამავრცელებად საზოგადოების სკოლებს ყავდა თავიანთი მზრუნველები. ეს მზრუნველი, თონეთის სკოლის მზრუნველი იყო მოხისელი აზნაური კონსტანტინე ყავრიშვილი და მან მოიყვანა ვაჟა თონეთში. ვაჟა მოვიდა თონეთში, ის შენობა, რომელიც თქვენ ნახეთ, იყო მაგ პერიოდშივე აუშენეს, ნარდა დააშენეს თონეთელმა მედუქნებმა. ერთ თვალში თვითონ იდგა, მეორე თვალში გაკვეთილებს ატარებდა. ეკლესიას მაშინ ჰქონდა გალავანი და ვაჟა წუხდა, რომ სახლი ცოტა ისეთი იყო, სკოლა მოუხერხებელი, იმიტომ რომ ქარს, თოვლი და სიცივე შემოჰქონდა ოთახებში. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, რა ვიცი, დანატოვარებლად იყო, როცა მოვიდა რამდენიმე ადამიანი იცოდა წერა-კითხვა და რო წავიდა დაახლოებით 80 თონეთელი აწერდა ხელს თხოვნაზე, რომ ვაჟა-ფშაველა დაებრუნებინათ. დანატოვარი დარჩა ლეგენდები კიდევ რაღაცები, რომლებიც სიმართლეს საერთოდ შეესაბამება. მოკლედ მოვიდა კაცი, რომელიც 2 წელი, 2 არასრული წელი მასწავლებლობდა აქ, ცხოვრობდა კიდევაც აქ. აქ შეეძინა ლევანი და თონეთელები კი ამბობენ, არწივი აქ დაწერა, მაგრამ არწივი აქ არ დაუწერია. აქ დაწერა თუ არ ვცდები შლუსნუკრის ნამობი. სოფლის იმდროინდელ გამგებელთან თუ რა ერქვა, რა ვიცი, ნაცვალთან ჰქონდა კონფლიქტი, მიწების გადანაწილება ხდებოდა. სასულიერო პირი და სოფლის მამასახლისი იყვნენ სიძეცოლის ძმანი ერთმანეთის და მიწეს როგორც წესია, ისე როგორც წესი არ არის, ისე ანაწილებდნენ. კორუფცია როგორც ახლაც მაშინაც ყვაოდა და ფეხგადგმული იყო და ნეპოტიზმიც, რაც სამწუხარო იყო. ვაჟა არ იყო ისეთი კაცი, რომელიც შეეგუებოდა უსამართლობას და იმ უსამართლობასთან დაპირისპირებისას იძულებული გახდა აქედან წასულიყო. ეს სოფლის გამგებელი ღიად იმუქრებოდა მისი მოკლით, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ აწყობდა მის წინააღმდეგ და ბრალის ერთ-ერთი ბრალი მისი იყო, რომ ვაჟამ ჩამოხია რუსეთის იმპერატორის პორტრეტი, დიდი პორტრეტი. ვაჟა ჩემი აზრით არა მარტო თავისი გენიალური შემოქმედებით, არამედ თავისი არსით, თუნდაც იმის გამო, რომ მწერალი და მასწავლებელი პირველ რიგში მოქალაქე უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონფორმიზმი და ენის გაჩვენება მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრი უსამართლობა ხდება. და ჩემთვის არის მაგალითი. სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი წინაპარიც აწერდა იმ ხელს, რომ ვაჟა-ფშაველა უკან დაებრუნებინათ, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ ჩათვალა, რომ მისი სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში დამდგარიყო და ვაჟა წავიდა აქედან. იმედია ჩვენზე ცუდს არაფერს არ ფიქრობდა, რა ვიცი, ბობოლებმა კი აწყენინეს, მაგრამ უბრალოდ ხალხს გვიყვარდა. და ჩემთვის მაგალითია, არა იმიტომ რომ იმის გამო მისი სტუმარ მასმინძლის ან ბახტრიონის გამო. არის მაგალითის თუ როგორ უნდა იყოს მასწავლებელი და როგორ უნდა იყოს მწერალი და რო უყურებ ახლა, რა ვიცი, თუნდაც ნინო დათაშვილის ისტორიას და ფიქრობ, რომ ძალიან გამიხარდებოდა, რომ ასეთი მასწავლებელი ვიყო და ხმა მოიღო უსამართლობის წინააღმდეგ და ვაჟა მაგალითია ჩემთვის და სანამ ცოცხალი ვარ, ის იქნება მაგალითი იმისთვის, რომ არ გავჩუმდები მაშინ, როცა ვიღაცას ურტყამენ უსამართლოდ. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, რომელიც მე შევქმენი თემის დახმარებით და ძალიან ბევრი პროექტი გქონდა, ბევრი იყვნენ ჩართულები, იყო ტელევიზიებიც, ბავშვებისთვის საყვარელ ადგილად იქცა, ჩვეულებრივი ბოსელს დამსგავსებული ადგილი.
ნუ სამწუხაროდ დაახლოებით 1 კვირის წინ იძულებული გამდგარიყავი და წამოსულიყავი. რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ფასკუნჯთან გავაფორმეთ მემორანდუმი და უნდა დაგვეწყო ლექციების ციკლი და ეს პირველ რიგში დაარტყავს ამ თემს და ჩემს ბავშვებს, ჩემს მოსწავლეებს. ჩემი თავი ჯანდაბას თავარია ისინი იყვნენ ბედნიერები და მე ვერ ვიქნები ბედნიერი, როცა ჩემს მოსწავლეებს ან ჩემს ბავშვებს რაღაც უჭირთ. იმედია რაღაცები შეიცვლება, მთავარია ყავდეს ვაჟნაირი ბევრი მასწავლებელი, რომ ჩვენ თუ გადაგვარჩეს მომავალი თაობა გადაგვარჩენს. რაც შეეხება გამოჩენილ ადამიანებს, თონეთში დაიბადა ვახტანგ კოტეტიშვილიც, მღვდელი ილია კოტეტიშვილის ოჯახში, აქვე დაიბადა ლადოც, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, როგორც მე ვიცი, უკრძალავდა შვილებს კომუნისტურ სკოლაში მისვლას და ის იყო პირველი მედიცინის თუ არ ვცდები სამედიცინო ენციკლოპედიის ავტორი და ამასთანავე იყო ძალიან მაგარი მწერალიც, რაც სამწუხაროდ ბევრმა არ იცის. ლადოზე, ვახტანგ კოტეტიშვილის ძმაზე და ეს ვახტანგ კოტეტიშვილის ისტორიაც ჩვენ ვიცით, რომ როგორ დახვრიტეს და როგორ გააქრეს. ამაზე ძალიან კარგად წერს ვახუშტი კოტეტიშვილი თავის ჩემს წუთი სოფელში. ამ სოფელში იყო ლეკებთან მებრძოლი პაატა თემურიშვილიც ამ სოფლიდან იყო. სამწუხაროდ ეს ამბავი არ ვიცოდის იქამდე სანამ თუნეთის ერთ-ერთ ქუჩას მის სახელი არ დაარქვეს და აქაურია ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძეც. აქაური გვარები არიან მესხური გვარები, ჩემი გვარი არის სოფლელი ხერთვისიდან. როგორც გენეალოგიაში გავარკვიეთ, ჩემი გვარი არის ჯვარიძე, თავიდან არის გვარი და აქაურ მაცხოვრებელს თვითონს აქვს თავისი სოფელი, იქ მე როგორც ვიცი, ყირიმრიშვილები არიან საროდან და ბევრი სხვა მესხური სოფლებიდან. მოკლედ ასე. ვაგრძელეთ ვაჟას ტრადიციას და ვფიქრობ, რომ ცოცხალია, რადგან მასზე ვფიქრობთ და იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორი კაცი იყო და კიდევ იმაზე ვფიქრობთ, რომ მან მოგცა მაგალითი ის რომ არ ყოფილიყო გენიალური ავტორი. ალბათ რუსთაველის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი პოეტი და მოაზროვნე. ის იქნებოდა ალბათ ყველაზე მაგარი მასწავლებელი ჩემს თვალში, იმიტომ რომ მან ყველაფერი გადადო, მოჯას გამოაცალა პირიდან ლუკმა იმის გამო, რომ უბრალო ადამიანებს გამოსარჩლებოდა და გამოგვესარჩა და იძულებული გახდა აქედან წასულიყო. სამწუხაროდ არ გვაქვს სახლ-მუზეუმი და მე მქონდა ოცნება და აუცილებლად დავასრულები იმ შენობის აღდგენას, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. აი ზევით თაზე რაც დგას ეკლესია. ხო, ეს იყო ორთლიანი შენობა, მე მანდ იყო კინოკლუბის სოფლი, სადაც პაპაჩემი იყო კინომექანიკოსი და მოგვიანებით ჩამოიქცა. სამწუხაროდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ ქონიათ, იმიტომ რომ კომუნისტებმა როგორც ჩაუდათ, ყველაფერი გააფუჭეს და ეს შენობა შელესეს, აივნები მოხსნეს და გააფუჭეს. გეგმაში არ ქონდა ეს ადგილი, მაგრამ როცა გადავიღეთ რაღაცები, ნახეთ გზიდან არც თუ ისე შორს ჩანდა, მართალია გზა მანქანა დავტოვეთ, იმიტომ რომ გავიჭედეთ, მაგრამ მაინც აი რა ვიცი, საქართველო ამოუწურავია, თან გასაკუთრებით ესეთი ძველი მიგდებული, მიტოვებული ტაძრები. ახლა ვართ ძველ ზიბრითში. ზიბრითი გორის რაიონშიც არის. ეს არის თეთრი წყაროში. და აქ არის ორი ეკლესია, ეს არის ძველი ზიბრითის ეკლესია და ქვევით არის ღვთისმშობლის სახელობის ზიბრითის ეკლესია. ორივე არის სავარაუდოდ მე-19 საუკუნეში აშენებული, ეტყობა კიდეც თავის სტილს, დარბაზული ან ერთნავიანი ბაზილიკა, სამწუხაროდ დანგრეულია, რომ ცოტა რთულია ჩემთვის
შევაფასოთ, თქვა რომელი იყო კონკრეტულად. სად ეთყობა რომ მას დაუკარგავს ფუნქცია, რადგან საკმაოდ დიდი ხანია, რადგან სოფელი გადასახლებულია რამოდენიმე მინიმუმ 200 წელია აქედან, არაფერი აღარაა დარჩენილი. საფლავის ქვები არის იმდენად უხეშად დაასაფლავეს და უკვე დაკარგა ფუნქცია შემდეგ ამ ტაძარმა. ტაძარი არის საკმაოდ კარგად ნაშენი, მაგრამ დანგრეულია. მაგრამ ეს ხეობა იმდენად ლამაზი და საინტერესოა, აი აქედან ბირთვის ის კი ჩანს, არც თუ ისე შორს. აქ რომ მოხვდეთ, თბილისი მაგრისის გზიდან არის ჩამოსახვევი, ასევე ამელევის გზიდანაც ვნახეთ რომ არის მოსასვლელი, მაგრამ აუცილებლად გჭირდებათ კარგი 4x4-ზე მანქანა. განსაკუთრებით წვიმიან ამინჩი, რადგან შეიძლება გაიჭედოთ. ქვევით ვეღარ ვასწრებთ ჩასვლას ღვთისმშობლის ეკლესიაში. ამიტომ დრონით ვიფრენთ და 900 მეტრია და რადგან კიდევ გადასაღები 900 და არ გვაქვს ამდენი დრო რომ ვიაროთ, მიდამეტეს დაუგეგმა მქონდა, მაგრამ იმედია შემდგომში მოხვდებით. ბევრი ადგილი გვაქვს თბილისთან ესე ახლოს მოსასვლელი, რომელსაც უნდა მოეფერო, ჩაიხუტო და რა ვიცი, რაღაცნაირად იქნება გავაცოცხლოთ ესეთი ადგილები. მაინც მივდივართ, იმიტომ რომ ალექსანდრემ თქვა, რომ იქ შესაძლოა იყოს წმინდა გიორგის ბარელიეფი. ამიტომ სანახავია. მირჩევნია ეს ვნახოთ და იქ აღარ წავიდეთ, სადაც ვაპირებდით წასვლას. ხო, იმას გადავინახავთ, რაც ძალიან საინტერესოა. სხვა გადაცემისთვის, რადგან ასეთი სპონტანური დაბოლოება გამოვდის გადაცემის, მაინც საინტერესოა ვნახოთ, ბოლომდე მივიდეთ. შენობაა. არ ვიცი. ბოლომდე მივიდეთ. მოგზად მეცხოვრია. დიდი ცხორით და ძაღლებით, იმედი გადავრჩებით. მოდი. უკან არ და. Quesina. აუ, მოვიდა. კიდე იქნება იქ გაბარჯობა. გაუმაჯე. აი ქვი. ეკლესიასთან გვინდა და ხო, მიდით ესე მიდი. ხო, მაგრამ აი მე. გვეშინია მათი. დააბათ ახლა. ყველას. დამბულია. ყველას. აი იმ ცხორის, იქითაც რო არის. იქ დამბულია. აი იმას დაბულია. იქ ცხვრები მოყავთ ახლა და იქ ხო არ ყავთ. ლეკვებია, კაციც არის სხვა არის ადამიანი. ანუ არ შეგვეშინდეს. არ მიგეშინი, ასე წადი. აი ესე. იქაც არის. აი კიდე მორბის ერთი. არა, ეკლესია ხო აქეთ არის. აი იქიდან სხვა არის გზა არის. კარგია, ცოტა ნახევარი გზა გავიარეთ. ნახევარი გზა გავიარეთ, მაგრამ აქ ისევ გამოსავლელი გვაქვს და უნდა დავუძახოთ ისევ მეცხვარეს რომ ხოლმე ძაღლთანაც თავისი ქცევა ჭირდება, მაგრამ ზოგ ძაღლთან ეგ არ ჭირს. არა, 10 ძაღლი ყავდათ. არ ჭირს კაც. აი, მოკლედ, თავარია მივიდეთ და ვიღაცა კაცი მაინც იყო. მოიცა? მინდა გიორგის არის? არა. თუკი, ეს რაღაცა გველეშაპს გავს. ეს არ ვიცი. მინდა და გამოვკითხოთ არ ჩანს, რაც ჩანს, ეს არის აქედან ორი ფიგურა, ცხოველური, შუაში ადამიანი, კაცი, ღმერთი, შეიძლება ის ყოფილიყო წმინდა გიორგი, ლომბიც ან თვითონ იესო ქრისტე. შესაძლოა ესენი არიან გველები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მე-11-მე-12 საუკუნეში ხშირად გამოიყენება როგორც დამცველი და ვთქვათ დამთრგუნველი ბოროტი ძალის. მაგრამ ვინაიდან აქვს ფეხები, შესაძლოა სხვა რამე იყოს. ამიტომ ვარაუდები, რომ ასე ვთქვათ, ვაფრთხილო და არასწორი, ერთ-ერთი უცნაური ბარელიეფია, რომელიც მინახავს, ესე იგი შუაში ადამიანი გაშლილი ხელით და ორი ერთნაირი ფიგურა მარჯვნიდან და მარცხნიდან და ნახოთ იმედია
გადაცემის ბოლოს კომენტარებში ვნახავთ რა შეიძლება იყოს ეს. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აგებული უნდა ყოფილიყო დაახლოებით მე-11 საუკუნეში. რა ინფორმაციაც ვნახეთ. ახლა აშკარად ვართ დაახლოებით 1 მეტრი მინიმუმს მიწის ზევით, ეს არის გასაწმენდი და რა ძალიან საინტერესოა, ჩანს მკვეთრი აღდგენის კვალი შუა საუკუნეების. ანუ ახალს არ გულისხმობ, რომ სოფელი კარგახანია დაცლილია, აი დაახლა ზოლად გაზდებს. აი ნახეთ. და რაც საინტერესოა, ისეთი ქვები გვხვდება და ისეთი წყობა აღდგენილ ტაძარში, რომ შესაძლოა რაც სოფელი აქ განადგურდა და შემდეგ ხელახლა როცა დასახლდა ხალხი, მათ უკვე გამოიყენეს ყველა ის ქვა, რომელიც მათ შორის იყო საყოფაცხოვრებო ქვები. თქვა შეიძლება იყოფილიყო საფლავის ქვა, შეიძლება იყოფილიყო თქვა წისქვილის, ან თქვა ნებისმიერი რამის. აქ ძალიან კარგი ესეთი წყობა გვაქვს, საინტერესო. მოკლედ ამ ეკლესიამ ძალიან მომხიბლა, არ მოველოდი, არც ვიცოდი და ასეთი არის უამრავი და სულ რაღაც რამოდენიმე კილომეტრია ცენტრალური გზიდან. და მე ძალიან მოყვება ეს სპონტანური გადაცემები, უფრო მაგარი გამოდის ხოლმე, ვიდრე კარგად რომ დავგეგმავთ ხოლმე. და ვიცი, მოდით და მოეფერეთ ამ სოფელს და ადგილს. როგორც ყოველთვის ირინე პირველი სადაც გარბის საფლავებია და დგას და კითხულობს ყველაფერს. ან აკლდამა, ან რა ვიცი, ჯურღმული, ქვესკნელი. ვასრულებთ კიდევ ერთ საოცარ გადაცემას ნასოფლარ ზიბრიჩი, რომელიც არც არის რუკაზე აღნიშნული. რა საინტერესოა, რომ საფლავის ქვები და სასაფლაოები რაც ვნახეთ, ძირითადად ეკუთვნის სომხიშვილების გვარს. ანუ სავარაუდოდ კი არა და 99%. ყველა და ზოგიერთი მათგანი დასაფლავებულია ძირითადად 40-50-იან წლებში ბოლო, რომელი წელი იყო? არა, 90-იანებში იყო ბოლო ერთი ქალბატონი. ხო, ალბათ მე თავის წინაპრებთან. დანარჩენები აი 27-დან 44-მდე ძირითადად. ნუ როგორც არ უნდა იყოს, სოფელი აღარ არსებობს, 1-2 სახლია, რომელსაც წყემსები იყენებენ და ეს ორი შესანიშნავი ეკლესია და კიდე დავინახეთ რაღაც ლანგრება დრო აღარ გრჩება. მოგეთ, თუ ამ გადაცემას ნახავთ. მართალია, თუ გავა ეს გადაცემა, ესე იგი გადავურჩით იმ მგლებსა. მგლები არიან, მაგრამ არიან. თუ არა და დაგემშვიდობებით. მოგეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საქართველოში არის, რა ვიცი, აი ვერ ძღებით, ხომ გონია რომ ბევრი რამე გვაქვს. ნახეთ და მართლა ბევრი რამე გვაქვს, მე და ირინეს ნახეთ ცალ-ცალკეც და ერთად. აქ პირველად ვარ, იყო აბსოლუტურად სპონტანური, თბილისთან ძალიან ახლოს, მანქანიდანაც მოსვლადი და იარეთ და გავაცოცხლოთ. ჩვენი სიარული გავაცოცხლებთ აქაურობას და ზოგადად ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს ჩვენს ქვეყანაში. ნახეთ, ხრები სადამდე მოვიდნენ. ცხვრები ძაღლების გარეშე არიან იმედია. ძაღლების გარეშე არ წამოვიდნენ ესენი. მოდი ცხვრებში გავერიოთ. წავედით. ძაღლებს გადავურჩით. მაგრამ მანქანასთან რომ ამოვედით, აღარ დაიქოქა მანქანა და არ ვიცით რისი ბრალია. ალექსანდრე წავიდა ახლა ცოტა ცივილიზაციისკენ, რომ ვინმე საშველის თხოვოს, მეც მივმართე ჩემს ოფროუდერ მეგობრებს და მოკლედ ვზივარ და მანქანაში ვემალები ტურებს. ყველგან ტურების ხმა ისმის, აი ისეთი ხმა ხომ იცით ბავშვის სტირილი რომ არის თუ სიცილი თუ არეული ერთად. როგორც ჩანს ძალიან ბევრი ბინადრობს ამ ტყეში. მზეც ჩადის უკვე.
იმედია გვეშველება რამე, სანამ ბოლომდე დაღამდება. აი ასე, ტურების გარემოცვაში, ველოდებით საშველს, რომელიც გზაში არის. ამასობაში მე ავედი ტრასამდე, მაგრამ მანამდე ხომ მოყევი რაც. კი, ყველაფერი მოყოლინი მაქვს. ავედი, მოგეთ თავგადასავლებით ბიშოვე ბენზინი ჩავაცხმარ, ბენზინის ბრალი არ არის. და საკმარისე მეტია იქ და რა ვიცი. რაღაც პრობლემაა სხვა, მოგეთ გაჭედილები ვართ დღეში. დღეში გაჭედილები. აი მოვლენ ნახა და დაგვეხმარებიან. მე და გადავრჩევ. კარგი, გადარჩენთ, უბრალოდ გადავრჩებით, მაგრამ ახლა რა ვიცი. ხეები რო არ იყოს, კარგი იქნებოდა. მოვიდა მაშველი. გამარჯობა ბატონო. თქვენ ჩვენი მაშველი ხომ ირინე სასიამოვნოა. გამარჯობა. გამარჯობა, პროფესორ. საბოლოო ჯამში ვერ გავიგეთ რა დაემართა ჰიბრიდ მანქანას. სანამ მსჯელობდით როგორ ჩავებათ ლაშას მანქანას, თვითონ დაიქოქა. ჭირი იქა, ლხინი აქა. ვაიმე, ქვა მომხვდა. გრძელდება საქართველოში მოგზაურობა. ამჯერად ვილაშქრებთ ასურეთის წყლის ხეობაში, ვესტუმრებით თამარის სამეფო რეზიდენციის ნანგრევებს. მოვინახულებთ ბეთანიასა და დიდებულ აზეულას.